ებრაული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ალიანსი სერიოზულ დარტყმას იღებს და მე არ ვგულისხმობ რინგზე ბრძოლას. Floyd Mayweather-ი, კრივის ლეგენდა და ისრაელის მოკავშირე ეხლა უჩივის იმ ადამიანს, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მან შეიყვანა იგი ებრაულ სამყაროში, მის ყოფილ მეგობარსა და მენეჯერს იონა რეხნიცს. დიახ, მეივეზერი რეხნიც $175 მილიონ ედავება. თავის ყოფილ მენეჯერს თაღლითობაში ადანაშაულებს სარჩელში, რომელიც თვითმფრინავებს, სამკაულებსა და კერძო დაფინანსებას ეხება. ამ სარჩელის ერთ-ერთი მართლაც საინტერესო ნაწილი სწორედ სამკაულია. მეივეზერი ამტკიცებს, რომ რეხნიცმა მისი დაახლოებით $100 მილიონი ღირებულების სამკაული $13 მილიონი სესხზე უზრუნველყოფად გამოიყენა მეივეზერის ცოდნის გარეშე. რეხნიცი ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის და მას რეალურად აქვს მესიჯები, რომლითაც ამტკიცებს, რომ მეივეზერმა ამის შესახებ იცოდა და თანხმობაც მისცა. მაგრამ კაცისთვის, რომლის მეტსახელიც ფულია, მეივეზერს ნამდვილად ბევრი ფინანსური პრობლემა აქვს. ეს ერთადერთი ფინანსური სირთულე არ არის, რომელსაც მეივეზერი ახლა აწყდება. სინამდვილეში მან ასევე შეიტანა სარჩელი $340 მილიონ შოუთაიმისა და თავისი ყოფილი მენეჯერის ალ ჰეიმანის წინააღმდეგ, მათ სხვა თაღლითურ სქემაში ადანაშაულებს. IRS-მა მეივეზერის წინააღმდეგ $7.3 მილიონი საგადასახადო სარჩელი შეიტანა 2018 და 2023 წლებში გადაუხბელი გადასახადების გამო. ეხლა დიდი კითხვა ისრაელელებისა და დიასპორის ებრაელებისთვის არის, ზუსტად როგორ შეიძლება ამ ფინანსურმა პრობლემებმა გავლენა მოახდინოს მის ურთიერთობაზე ისრაელთან. ეხლა რეჩნიცმა თქვა, რომ სწორედ მან უბიძგა მეივეზერს გამორჩეულიყო და დაეჭირა მხარი ისრაელისთვის, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ. და მეივეზერი ერთ-ერთი ყველაზე საჯარო, ხმამაღალი და ფინანსურად გავლენიანი ცნობილი ადამიანია, რომელიც ებრაულ სახელმწიფოს უჭერს მხუჭერს მხარს. ის 7 ოქტომბრის შემდეგ აქ რამდენჯერმე ჩამოვიდა და საჯაროდაც და ფინანსურადაც ჩართულია ისეთ დიდ ორგანიზაციებში, როგორიცაა United Hatzalah და Magen David Adomi. ეხლა როცა ის ამ ფინანსურ პრობლემებს ებჯვის, დიდი კითხვა არ ძვის, დიდი კითხვაა გააგრძელებს თუ არა ის ებრაულ სახელმწიფოში ფულის ჩადებას, თუ ამ ბრძოლას სხვაგან გადაიტანს. როდესაც მას ყურადღების გადატანა ისრაელიდან გარეთ და ამ სამართლებრივ ბრძოლებზე უწევს, რომლებსაც თავად ირჩევს.